ისე რა ლამაზი კაცი გახდა ეს არა? კაცი შეჭაღარავ და ეს ვარდი ერთ-ერთი ყველაზე ძალიან შენ გიხდება. გულწრფელად. სადა დამაგრე. აი, იშვიათად უხდება ესე ვიღაცას, მაგრამ ნუ ამ ვარდთან ერთად არის გაზდილი. ეს გაზდილია ამ ვარდთან. არ გახსოვს ვარანცოზე რო იყო. კედელზე ეკიდა იქ შეუმჩნევლად. მაგით არ მახსოვს შეუმჩნევლად რო ეკიდა ალბათ. მოგწონს ჩვენი აი ბიუსტები კი არა არის მონუმენტები. თან ამას ისედაც ხო ვარდი გიხდება ერთია, მაგრამ შენ ხო ყვავილების ის გაქვს რა ქვია, სიყვარული ხო გაქვს განსაკუთრებული, მაღაზიაც კი გაქვს და სცენარებს ამღერებ კინოცვალენ და იმაშვილი რა ქვია. უკვე დაიწყო ეგრე დაწყებულია უკვე სულ. ხო და მოდი ბარემ დავიწყოთ Artford 1708, რომელიც ჩვენთან მეგობრობს ირლანდიული ვისკი, რომელიც ხდება ანკორემოში და ვისკის სახლში. ასევე ჩვენი მეგობარი Betson სპორტული ამბების არხი, რომელიც ასევე შეგიძლია გამოიყენო საჭიროებისამებრ. და რავი მე ყველაფერი და იმის მიუხედავად რომ ჩვენი სპონსორი არ არის ვეიპორიას მოგკითხო მაინც ისე რომ იცოდე მე რაღაცებს მიგზავნიან სითხეებს შენ გონი მე არ მიგზავნიან შენს მიგზავნიან დიდი მადლობა თქვათ ლევანა ვინ არის თუ არ უნდა ვთქვათ უნდა ვთქვათ რა თქმა უნდა რაღაცა მეორე ეპიზოდი ეწყება რომ შენი ბენდიდან ნუ ლევანა პირველი შენი ბენდიდან არის და ლოლიტებიდან და შოთარაც გინაცვალეს შოთარაც შენი ბენდიდან ლიკაც შენი ბენდიდან ეგრე ბენდები რაც რამე ყოფილა იქენ ყველა წარმოიდგინე რამდენი გადაცემაა ნიკუშ გურამა დაპატიშეთ გურა დღეს გურამა შეხვდა გუფი ისა TikTok-ზე და ვიფიქრე ხო არ დავაპატიჟო აუ მოყვება მისტიკებს მისტიკ მიგ მისტიკოსი არის ბიჭო ნაბომდა მოყვა ეხლა შენი მცენარეების მიმართ დღეს ხარ როგორც მემცენარე გავრცელდა ბოტანიკოსი როგორ დაიწყო მაგრამ სანამ შენ ესენი ამღერე მანამდე ის ქონდა რა ქვია უკვე ისედაც ხო იყავი ტენდენციური ყვავილების მიმართ იცი რა არის ეს ყველაფერი დაიწყო ჩემს ბავშვობაში ეგრე რო იწყო ზუსტად ეს ყველაფერი დაიწყო ჩემს ბავშვობაში ყველაფერი მაგიდან დედაჩემს ჰქონდა ყველაზე დიდი კოლექცია როგორც მე ვიცი ყოველ შემთხვევაში თბილისში კაქტუსების და მე მგონი არა მარტო თბილისში არც რამდენიმე მეგობარი იყვნენ ვინც აგროვებდნენ საერთო კოლექცია ჰქონდათ რა და სახში აი წარმოგიდგენ ბილიკებში დავდიოდი მახსოვს ეგეთი პერიოდიც ერთ-ერთ სახლში სადაც გაშუმ სუ კაქტუსები იყო აივანზე ყველგან კაქტუსები იყო რა და მაგაში გავიზარდე იდეაში უბრალოდ ცოტა მაშინ ვერ ხვდებოდი საერთოდ ამ სცენარების მნიშვნელობას და უბრალოდ ვეხმარებოდი ხოლმე დედაჩემს რაღაცები გადარგე გადმორგე იმის მორწყე ის რაღაც მაგრამ მე ძალიან პატარა ვიყავი რა 10 წლამდე 15 წლამდე მახსოვს ეგ ყველაფერი მე დედაჩემმა გაყიდა ეს კოლექცია და მიყიდა გიტარა რომ კონსერვატორიაში ვაბარებდი მაშინ კლასიკური გიტარა მჭირდებოდა რაღაცა კარგი გიტარა თუ რაღაცა და ეგრე დამთავრდა იმ კოლექციის ამბავი მაგრამ მე არ მახსოვს ეგ ამბავი ანუ გაიცვალა ყვავილები გიტარაში კი მაშინ ეგეთი თან ფასობრივი კატეგორია ეგეთი იყო წარმოიდგინე კარგი გიტარა რო გინდოდა გეყიდა დიდი კაქტუსების კოლექცია გაიყიდა რომ ანუ ეყიდათ ეს გიტარა რა ისე რა საყვარელი დრო იყო ჩემმა გაყიდეს გარაჟი რომ მე ჩამებარებინა ეგეთი სამდენი ყიდით რომ რაღაცა მერე შულს ეკნა და თან მახსოვს რომ ეს აი რაღაც დიდი კაქტუსებიც იყო რაღაცები და მეორე სართულზე ვცხოვრობდით და იქიდან აივნიდან ჩაქონდათ რაღაცები ყუთებში რაც იყო ანუ ერთად ჩარგულდას და აივნიდან მეორედან ჩაქონდათ იმიტომ რომ იმის რაღაცა გატანა ანუ არარეალური იყო რა ხო და აი მანდიდან დაიწყო სცენარებთან კავშირი და 1-5 წლის წინ თუ უკვე მეტის არ ვიცი ზუსტად მაგრამ ეს Plant Flowers-ი წამოვიწყე რომელიც დღემდე თან მუსიკალური პროექტია თან სცენარების მაღაზია თან მოდი თქვა ის მაღაზია სად არის ეს მაღაზია არის ნიაღურის 4A-ში არის სცენარების მაღაზია წყალი ბევრი ნიაღური მაგით ყველა არ ქვია ადრე იყო მან სანიაღურის სისტემა არის მთაწმინდის რაღაცა რამე და სერიოზული ესეთი წვიმა რომ მოდის ხო ის ქალაქში არა ეგეთი ქუჩა არის ეგეთი ქუჩა რა და ეს თელი ჩამორეცხვა რაც რამე ხდება მან ხდება ზირითადად აი მინერალები მთები და რაც მო კი ყველაფერი ნიაღურის ქუჩაზე არის სცენარების მაღაზია და კაფე თან ყავაც და ღვინო და ზირითადად სცენარები და ყველაფერი სცენარების გარშემო მაგრამ თან რაღაცა მუსიკის გარშე არაფერი არ იქნება რა და იქ სხვა რაღაც ივენთებს ვაკეთებთ ხოლმე მუსიკას უკრავთ სხვადასხვა ტიპის და
ესეთი არის რა თავის დროზე ეგეთი სივრცედ არის გაკეთებული რომ მისულიყავი წიგნი წამეკითხა მშვიდად დამждარიყავი მუსიკისთვის მომესმინა და რაც მაგდაგვარი მით იყო რა გაკეთებული შინაარსით იმ თავიდანვე და მუშაობს ესე დღემდე მივდივარ ხოლმე ყავასვავ და ხან წიგნს ვკითხულობ ხან მუსიკას უკრავ რა მაკი თუ გადმობარდი როდესმე ბინის ამბავში იქნება ჰემინგუეისავით დავშტები წიგნით კი ბატონო ხო, მაგრამ ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ეხლა მარტო როგორც ბოტანიკოსი არ ხარ, ანუ პირველ რიგში მუსიკოსი ხარ. ხო? ალბათ, რავი, პირველ რიგში. ძალიან მაგარი ისტორია მოგიყვა, და ჩვენ 2000 თუ 2001 წელი იყო. 2001 წელი იყო, იმიტომ რომ მახსოვს მაგ სტუდიაში როცა ვიყავით 9/11 მოხდა. აი ეს ტყუპების რო შეეჯახა თვითმფრინავი რა. სტუდია გქონდა კოლმეურნეობის მოედანთან, ახლა რაღაცა ქვია მაგ მოედანს. რა ქვია მაგ მოედანს? არ ვიცი რა. ორბელიანის მოედანთან მქონდა სტუდია, ბანზაი რეკორდს. იყო სარდაფში რა და ჩვენ წერდით ძირთად, მაგრამ ვიღოთ ბენდები მოდიოდნენ ხოლმე. ერთი დღე არ მივედი და შემდეგ დღეს რომ მივედი, რაღაც სიმღერა ჩავწერეთო, ბენდი იყო გუშინ მოსულია და რა ბენდია ქაოსი. ბიჭო და უსმენ და ბიჭო ძალიან მაგარი ვეშია. და განსაკუთრებით გიტარის პარტიაზე გავგიჟდი და ბოლოს სოლო რაღაცნაირი ბიჭო უცნაური რაღაცა პად Radiohead და მეთქი ეს ტიპი გამაცანით თქო რა და იქ ჩერეს ვიღაცები კარში გავიცანი ლევანა დეტალურად არ მახსოვს პირველად ჩვენ შეხვედრა მაგრამ ნუ მახსოვს რომ აი ჩემი გონება მანდ იყო რომ აი ეს ამ გიტარ ამ პარტიას ვინც უკრავს ეს ტიპი გამაცანი და ნუ მაგრა დაუძმა კაცით ერთად დაკვრა დავიწყეთი Young Georgian Lolita-სი და რა ვიცი მოვიარეთ გავხდით სუპერსტარები და ბიჭო რაღაცა დროს ზივართ და ვეკითხე ვებაზრები ამ სიმღერაზე რომ მეთქი აუის რა მაგარი სოლოა თქო და მაგას მე არ უკრავ მეორე გიტარისტი უკრავს ჩემს მაგივრა და გიო უნდა იჯდეს ვიყავით თავიდან მე რადარა ბასზე და დუდკა რადარა დათუსვანიძე ხო დათუსვანიძე და მე ნუ ლევანა შემოგვიერთდა და დუდკა გამოგვიერთდა დასაწყისში და მე გავიდა დუდკა დუდკა გავიდა და მოვიდა გურამა ჯერ ხო მაკალათია მაკალათია მაშინ იყო ძალიან მაგარი მაშინ რა ანუ ეხლა მაგარი დრამერი მაგრამ იმას გეუბნები რომ იმ დროისთვის რა არის სასწაული დრამერები და ნუ ფალკონა იყო რაღაცა ცოტა სხვა ტიპის სხვა ბაზარი იყო ფალკონა იცი სულ მახსოვს რომ ეძებდით რაღაც სისტემატიკას რა მე და შეხოს მე და ნიკუშ სულ უკრავდით ხოლმე რეპეტიციები რო ქონდა სისტემატურად ვინმე გვინდოდა ვინც ანუ ერთნაირად დაუკრავს დღესაც და ხვალაც და ზეგაც და ანუ არ იქნება ეს სულ არ ვარსებობ თუ არ ვარ თუ რაღაც აი გუფი ზუსტად ეგრე გვეჩვენებოდა მაგ პერიოდისთვის რომ სტაბილურად შეგვეძლო ისე თქვენ რას თუ თქვენი საუკეთესო შემადგენლობა ვინები იყავით თქვენ ოთხნი რა მე ლევანა რადარა გუფი შავი შენ რამე სხვა შემადგენლობა არა ხომ მე ევროვიზიის დროსაც ძალიან მაგარი იყო მე უკვე განახლებული როლიტები რო იყო ხო მე რეუნიონი რომ მოხდა ძიმა დრამზე ძიმა ორგანიზიანი და გიორგი მარი ბასზე ეგეც ძალიან მაგარი აღორძინება ორი საუკეთესო შეკრების ნაკრები ერთ-ერთი dream band-ებზე რო ლაპარაკობთ რა ვიარ dream band-ი გამოვიდა ისეთი რომელმაც გააკეთა ის რაც გააკეთა რა მაგრამ კაი მე ცალკეული ფერმანას გავუკეთოთ ეგეთი თეორია რა რომ ბენჩი ყველაზე ცუდი ინსტრუმენტალისტი შენ უნდა იყო მე ჩემ თავზე ვარ რომ იმისთვის რომ მოგინდეს რომ განვითარდე ხვდები რომ ცოტა დისკომფორტში უნდა იყო რა. იმიტომ რომ შენზე ნაკლები მუსიკოსებთან ერთად დაკვრა საინტერესო არ არის რა. ვიცი რა დროთა განმავლობაში მე მაგალითად მივხვდი რომ ეხლაც რა ჯემს რო ვეძახით ვიღაცებთან ერთად დაკვრისას, ანუ თუ აი არის ინსტრუმენტალისტი გახსოვს სულ განსხვავებას ვაკეთებდით ხოლმე ვიღაც არის აი მარტო უკრავს გიტარაზე და ანუ ის არის გიტარისტი. და ვიღაც არის მუსიკოსი რა, ანუ მუსიკოსთან ერთად რომ აქ შეხება რაღაცას არ აქვს მშობა რა სტილის მუსიკაზეა ლაპარაკი ეგრევე ყველაფერი გამოდის რა და როგორც კი აი მარტო ინსტრუმენტალისტთან გაქვს შეხება როგორც წესი არ გამოდის რა იმიტომ რომ როგორც აი ჩარჩენილი რო ხარ ხო იცი ერთ რაღაცაში რა ეხ მეც ვიყავი თავის დროზე რაღაცაში კონკრეტულად ჩარჩ მარტო ესეთ რაღაცას უკრავან მარტო ესეთ რაღაცას სულ ეგეთი პრობლემები იყო ხო თავის დროზე კიდე ნიკა დავითაშვილისთვის თუ გაქვთ ყურადღება მიქცეული პოროსის იზი ხო ხა ერთად უკრავდით ზეთორს ხო მე როგორც ხო და ნუ გიტარისტი ეგეც ხო ის იყო ხო რა მაგარი გიტარისტი ხო შენ რაც თქვი მაგას ზე კომენტარი მინდა გავაკეთო ლენონმა თქვა ეგეთი რაღაცა რომ
ტუბა მომეცია, მე ვარ რომ მუსიკოსი ვარ, რა ჩემს არა აქვს მნიშვნელობა. ტუბა მომეციო და რამეს ვიზაო რა. ეგრეა ზუსტად. ეხა ანუ ყველაზე მეტად აი მოდულარულ რაღაცებშიც გადავერთე ნიკუშ, აი ეგრევე ახალი ის გეხსნება. ნუ ეხა ჩემთვის ეგრე იყო რა, ამდენი წლის მერე ანუ ასე მგონია რომ ნებისმიერ ინსტრუმენტზე შევძლებ დაკვრას რა. ხო, შეიძლება კლასიკურად ცხოვრებაში არ მქონია, ხო, რა, ან კლასიკურად ეხ პროფესიონალურად შევა არა, მაგრამ საინტერესოს იზაო. რო ჯემაო პირობითად ან რაღაცას რო აკეთებ, ან მინიმუმ მუსიკალურად რო ხვდები, რომ აქ ეს არის საჭირო, ან ის არის საჭირო. იქ აღარ არის აუცილებელი რომ შენ იყო რაღაც სუპერ გიტარისტი თუ სუპერ პიანისტი და რაღაცას ფანტასტიკურს უკრავდე, შეიძლება ერთ ნოტს უკრავდე, მაგრამ სადაც საჭიროა იმას უკრავდე. აუ, ბოდიში მე დამავიწყდება რა, ვაფშენი პრიჩომ რაღაცას ვიტყვი კიდე ერთხელ. გამოვიდა ჩემი 4 სიმღერიანი ეს ალბომი ქავერები სხვადასხვა წლებში გაკეთებული და ქვევით იქნება ამოდებული სადმე რა. კი. მოდი ბარემ ქისაც მიაბი. ქისა, მოკლედ. ხო, ქისაზე გვაქვს კითხვები, ანუ უბრალოდ ქისა ჯიზე შეგვიძლია შეხვიდეთ. ქვევით არის აღწერაში ეს ჩვენი ლინკი, ზმუკის და დაგვისვათ კითხვები. ამ კითხვებს გავცეთ პასუხს აქ. ნაწილობრივ აქ გავცეთ, ნაწილობრივ მე ისე მოდი, ბარემ ხო არ გავცეთ პასუხი და მოდი და მე კაი გავაგრძელოთ. ხო. აი კაი, მოდი სად არის ნახე რა. იმის რა. კაი, ისე წაიკითხე ვისგან არის და რა. სადმე ჩამიგდო. ჩააგდოლე. ბარემ რო სახელებითაც გაუხარდება ხალხს რომ ვინ გამოაქვს. კაი, მოკლედ შემდეგი კითხვა იყო. რო აწყვეთ ფანტაზი ბენდი, რომელიც შედგება 90-იანების ქართველი მუსიკოსებისგან, ალტერნატიულს გულისხმობენ გიტარა, კლავიში, ბასი, დრამი და ვოკალი. ვისგან არის? კითხვა არის კაკისგან. კაკი. ფასით თქვა რა ფასი? არა. მადლობა კაკი კითხვისთვის. 90-იანების ალტერნატიული მუსიკოსების ფანტაზი, ანუ სუპერგრუპა. კაცი ჩემ ბავშვობაში აი ვინც იყო ადამიანი ღმერთი, იყო გოგა ქავთარაძე, afternoon version-ის დრამერი. რო უყვარ ჯერ დაუჯერებელი რაღაცა ხდებოდა რა, ეგრო ჯდებოდა დრამზე რა. და მაგბენჩი ჩავსვავდი გოგა ქავთარაძეს. ბასისტი, მე იცი რას ვიტყვი? აი ჩემზე ბავშვობაში 90-იანებში, აი ხო აი რამ გამაცვიფრა. მახსოვს მარგარიტაზე, მე რამდენად ვახსენებ მარგარიტას, მოვისმინე ძიმა დადიანის ოქროსკვილი და ცაცხვი და მანდ უკრავდა მანდ და ამორალში უკრავდა ლევანა სვანიძე სლეპებს აუ აი იმინა მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება შემზე მოახდინა როცა ვნახე ენერგორესურსი იყო ესეთი ბენდი რაღაცა სასწაულს უკრავდა სვანიძე კირპიჩა და კაკადუ და კაკადუ კარჩე რიტმ სექცია ეგ არის რა გოგა ქავთარაძე ლევანა სვაინძე, რომლებიც მე უკრავდნენ პლაქსაში. ხო და აი კლავიში გვაქვს პრობლემა, კლავიშნიკი ვინ იყო შეიძლება. ხო, ბენჩი შეიძლება საერთოდ არ იყოს კლავიშნიკი, ეგეთი ვერსიაც არსებობს. კარგი, ჩვენ ბენჩი არ არის Dream კლავიშნიკი. Bench არ უნდა იყოს კლავიშნიკი. თუ ალტერნატივაზე underground. ვოკალი, ეხა ერთი კონკრეტული ჯერ გიტარისტი გვინდა, ორი გიტარისტი. გიტარისტი ორი. არ ვიცი, მე ხა იმ პერიოდიდან თუ 90-იანებს ვეხებით, ეს 90-იანების ბოლო არის. იცი ვინ უკრავდა 90-იანებში? აი რეცეპტში უკრავდა ზაზა სახამბერიძე. კი, ძალიან მაგარი გიტარისტია. ერთამ სახამბერიძე ბლიციდან სახამბერიძე უკრავდა რეცეპტში. მე ბიტლს კლუბში მოვისმინე პირველად გამოვშტერდი რომ უყურებდი რას აკეთებდა მეთქი ვა. კი. რავი თქვათ ისეთი გამორჩეული ვოკალები ვინ არიან და ავარჩიოთ. აი ხა იმ დღეს რახან სერგი იყო და სერგის თავისებურად საინტერესო ვოკალი ქონდა, დადას თავისებურად საინტერესო ვოკალი ქონდა, ლადოც თავისებურად საინტერესო ვოკალი, გოგლიკაც თავისებურად გოგლიკა მაგარი. ისი ამ სასტავში გოგლიკა მათ შორის სიხაც თავისებურად, ანუ ყველა ძალიან კაი იყო თავის ამბავში. აი ვინ დურთოთ. თქვა მაგათ თან ვინ აიტანდა მაგ ყველას? რავი. სიხა აიტანდა მაგ ყველას. სიხა აიტანდა. გიორგი როგორ არის საქმეები? ბიჭო რა, პრინციპში მშვიდობიანი ბენდი გამოვიდა ხასატანი, არავის არაფერი არ ჭირდა რა, მაგ ვინ ჩამოვთვალეთ. No. უბრალოდ იმდენად სხვა სამყაროდან არის ახლა რო ფიქრობ სახამბერიზე პირობითად სუპერ გრუპა ავტომატურად არ ნიშნავს რომ კარგი იქნება რა იმიტომ რომ ბევრი მაგალითი არის სუპერ გრუპა საშინელებას კატასტროფა იქნებოდა აი ხო თავიდან ბოლომდე ჩამოთვალეთ ხო აი ვინ გოგა ქავთარაძე ლევანა სვანიძე ზაზა სახამბერიძე სიხამბირა სვათ იყოს როგორც გაგიხარდებათ
იყოს სიხა. მე სიხა მომწონს იქ სადაც არის. მაგრამ მოდი არ გვინა სიხა რა, იმინა აი გამორჩეულად 90-იანების ვაიბი მაშინ სერგი რა, სერგი იყოს ან მაგრამ სერგი ყველა რობი არ გახსენდება დადაც შეიძლება. იცი რა ყველა ანუ სხვაგან არის. ხედავ თავის და მე აგიტო ზუსტად რა წარმოიდგინე. პანკია რაღაც პანკი. ხო მან ვოკალისტი რა ვიცი, ანუ ეგეთ ბენდთან ერთად უცებ წარმოიდგინე ცოტათი რობი. folk პანკია თან თუ რაღაცა რობი რა. შეიძლება არ ვიცი ვიგონებ ახლა ვინც მოდი, მახსენდება კაი, მოდი იმებს ვოკალისტი ვიცახი რა. თქვენ დაწერეთ რა, მე ვერ ხვდები მართლა, იმიტომ რომ ყველას თავის სერგიან ადგილსადაც და არის არის კარგად. მოკლედ რა ესე რა. კაი, ვის დასვავდით მაგ ბენჩში და კიდე ვინ ვოკალისტი? დარჩა ინსტრუმენტებში მეტი არც მეტი არა. ავის, ჩასაბერები. კიბორდი ანუ გამორიცხეთ ბახალა ხო იყოს აღარ keyboard-ზე. არის რა. გახსოვს ვინმე keyboard-ზე? და ის ჩარკვიანი უკრავდა დადასთან რაღაც პერიოდში. და აი, ჩარკვიანი იყოს keyboard-ზე. ნიკა წერეთელი ყველაზე კაი keyboard-ი ხო კარგი. მართლაც. კაი. შევ დავხურეთ ეს. დავხურეთ ეს. უფასო თან ისი განვავრცეთ. აი, გადავიდეთ ახლა, მოდი მცენარეებში ჩავიძიროთ კარგად. დავაი. ჩავიძიროთ. რა მოგიყვეთ აბა მცენარეებზე პირველ რიგში. აი ხა წეგან რომ მოხვედი და შეერთების პრობლემა ქონდა, იმიტომ რომ მოურწყავი იყო მცენარე. შენ დაიტუქსები მაგის გამო და რა ჭირდება ხოლმე იმისთვის რომ კარგად გამოიხატოს რა. ჯერ პირველ რიგში ალბათ რაც მინდა რომ ხო რა. ეგ არიციან. ხავაი დაიწყე. თუ ანუ მივიტანოთ აზრი, მინიმუმ შინაარსი კონდეს რომ როგორ კეთდება ეს ყველაფერი. ესე იგი აქ არის ცოტა ფიზიკა, ცოტა მუსიკა და ცოტა ბოტანიკა. საერთო ჯამში ამ სამის თანხვედრით ვღებულობთ მე რაღაცა მუსიკას რა მცენარეებისგან, მაგრამ შინაარსობრივად მუშაობს ესე რომ მცენარე რადგან ცოცხალი არსებაა და სულ პროცესშია ზრდის, აქვს სწორად რო ვთქვათ ბიოელექტროიმპულსი. ბიოელექტროიმპულსი უნდა წარმოვიდგინოთ რაღაცა ესეთ პატარა დენის წყაროსავით, რომელიც სულ მოძრაობს და სულ ცვალებადი არის. ამ ცვალებად ენერგიას ვზომავთ, ვაძლიერებთ, ვთარგმნით მერე მუსიკალურ ნოტებში და ვანიჭებთ ინსტრუმენტს. აი ეს პროცესი მიდის ყოველ ჯერზე. მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, უკვე ტექნოლოგიურად ნუ ეს ბევრად მარტივი ხდება, არის რაღაცა ეს გარკვეული დივაისები, გარკვეული ტექნიკა, რომელთაც საერთო ჯამში ღებულობ იმ ხასიათის მუსიკას, რომელიც გინდა. ინე მარტივად გადაუთავნი რა. მე როგორც გავიგე, როგორც მესმის მიდი. ანუ ნახე ამას რაღაც იმპულსი ხო აქვს, თავისი ძალიან პატარა იმპულსი ხო გამოყოს. ეს როგორც თქვა ლევანო, ძლიერდება და აი წარმოიდგინე რომ შენ რო იყო ინსტრუმენტი რა, მე რო ვიყო ეს ტიპი. და ეს ხო შედის ამაში რა და ესე უნდა რომ და შენ ხმას იღებ რა. ეს წიხს კრავს, ის ხმას იღებს და სხვადასხვა დროში სხვადასხვა ნოტებს იძლევა. ხო სწორედ ახსენე. ნუ ესეთი მოკლე შინაარსი ეგეთი არის, მაგრამ მე წარმოიდგინე აი რამდენადაც შენ შეგიძლია დარტყმისას რომ იცეკვო თუ მარტო ფეხი გაამოძრავო, ისე შეგიძლია რომ ამ თითო დარტყმისას თითო იმპულსისას ერთიან რამდენიმე ინსტრუმენტი ჟღერდეს და ეხლა ზუსტად მაგაზე ვმუშაობ, რომ ანუ ბევრი ინსტრუმენტი ჟღერდეს ერთდროულად და იყოს მრავალფეროვანი, იმიტომ რომ იდეაში მთელი ინტერესი რაც მაქვს ამ ყველაფრის და რასაც ვფიქრობ, რომ ყველაზე ესეთი ქეჩარი ამ ყველაფერში, არასოდეს არ მეორდება რა, ეს იმპულსები არ მეორდება. შესაბამისად ეს დარტყმის აი წერტილი, რასაც ეხლა ნიკუშა გიხსნი და არასოდეს ერთნაირი არ იქნება რა წარმოიდგინე. რამე ჰიტი დამშდა რა. ისი რა არის ბევრ საათიანი მოსმენის დროს, ანუ ბევრ საათში გულისხმობ 12 საათი წერ ხოლმე და ანუ ამას ვუსმენ მერე და ამ მოსმენის დროს აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე მცენარე ერთდროულად დაერთების შემთხვევაში, ან თუნდაც ერთი მცენარე გარკვეული დროის შემდეგ, ანუ ჰარმონიზდება. სულ რო აი ესეთი რენდომ ნოტები მიუთითო და არ მიუთითო არანაირი ტონალობები, არაფერი თვითონ გიკრავს, ანუ ისეთ მელოდიას, რომელიც მინიმუმ რაღაცას ან გახსენებს, ან გგონია რომ რაღაცას გავს. გახსოვს შენ რო ქონდა იქ ფესტივალზე ჩართული და რო ვიძახდი რომ Blade Runner-ის საუნდტრეკი. ეგ როგორი რაღაცა, იცი, ესეთი თეორია არსებობს, რომ ოთახში რო დასვა მაიმუნები საბეჭდ მანქანასთან, უსასრულობა რომ იცე, რაღაც დროქს შექსპირის ნაწარმოებს შექმნიან რა. ხვდები, ანუ აი
просто random პროცესი. სადღაც რაღაცა მიემსგავსება. ხო და აქაც ეგეთი ის არის, რა სულ ეს კვლევის პროცესი არის თან ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ მინდა რომ აღმოვაჩინო რაღაცა ეს მელოდიური ნაწილები რა ამ ყველაფრის და ამისგან ვაკეთებ მე ტრეკებს, ანუ მე ტრეკერაო? არაფერს არ ვჭრიო, ოღონდ რა თლიანად ვიღებ ამ ნაწილს, რაც კარგია, ოღონდ რამხელაც არ უნდა იყოს, კარგიაში გულისხმობ ჰარმონიულობას, მელოდიურობას და რაღაც სტრუქტურა აქვს, რა თითქოს ცოტა რაღაცნაირად იწყება და ვითარდება და მთავრდება თუ რაღაცა. ეს დარხეს რომ მიუერთო, არაფერი არ მოხდება. რაი ვარდი იქნება საინტერესო, უბრალოდ ამას ცოტა აურის წამკითხველი უფრო ჭირდება, ვიდრე ეს ტიპი, რომელიც იმას იმპულსებს წაიკითხავს, ამას ხო არ იქნება, მაგრამ აურა ხო იქნება თავისი. რას გვიმღერებს და საინტერესო. სიჩუმე იქნება რაღაცა მისგან. იქნება. ხო და რა ვიცი, მთელი სოფლიო მოიარე ამ სცენარეების ხათრით თუ ანუ იდეაში სცენარეების ხათრით არა რა წარმოვიდგინე ეხა აქ ხო ქოთანში გვაქვს ანუ ეს ექსპონატი კონკრეტული აუთდორ ვაკეთებ ბუნებაში ვაკეთებ ამ ყველაფერს არანაირ სიგნალს არ ეძებ როგორც წესი მით უმეტეს აზიაში ძალიან მაღალი ტენიანობა არის და აუთდორ შეგიძლია რომ ეს ყველაფერი როგორც ექსპერიმენტები ატარო თუ ეხლა ვაკეთებ ეს რაც რომ უნდა ჩავწერო ბევრი ანუ ეს პროექტი მაქვს ჩემთვის რაღაცა ისეთი დიდი ხეების ან განსაკუთრებული ხეების სხვა ადგილებში სადაც ხვდები და იქიდან გავაკეთო ტრეკები მაგრამ იქ არ მაქვს იმის პრობლემა რომ სიგნალი არ არის და რაღაცები ისეთ რამე არ ხდება რა და ძალიან საინტერესოა იმ მხრივ რომ აუთდორ ანუ სულ სხვანაირი რო ვადარებ ამ აუდიოებს ერთმანეს სულ სხვა რაღაცა ხდება რა ვიზუალურადაც რა თქმა უნდა ხმოვანებითაც და უფრო ისეთი არის რა მოსასმენი შეიძლება ითქვას საერთო ჯამში ვიდრე აი ესე ქოთანში თუმცა ნუ იმპულსია სცენარის ხა აქაც აქვს იმპულსი და იქაც აქვს არა ის უფრო ისტორიას მოგიყვა წიდან არის იქ ტაილანდში იყავ ხო დიდი ხანი როგორც ტაილანდშიც ეხლა ბოლოს ინდოეთში ვიყავი იქაც აი ესე რაღაც ხეების ჩაწერა და რაღაცებისთვის რა და რეალურად როგორ ხვდები განსხვავებას იმის გარდა რომ სიგნალი ან არიან არ არის ხვდები აი ესე ხედავ თვალსაჩინოა ეს განსხვავება აი ქოთანს და ინდოეთში ხეს შორის ანუ წარმოვიდგინე უხეშად ეხა 12 საათი რო დავждე ამის ჩასაწერად, იქიდან 12 საათის მაგივრად ჩავწერე ალბათ 2 საათს, იმიტომ რომ ძირითადი დანარჩენი 10 საათი წავა იმაში, რომ აბა იმპულსი არის, დანამე მცენარე, მორწყე, წყალი კარგი გამტარიანობის გამო გჭირდება, აუთდორ ეს ყველაფერი არ გჭირდება ეს ერთი და შედარება რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ერთი და იგივე უხეშად presets რო ვეძახით რაღაცას, რასაც აყენებ ინსტრუმენტს რო ანიჭებ და ეს MIDI ნოტებს ადარებ ერთმანეთს, შეიძლება ითქვას, რომ ანუ სრულყოფილი ნაწარმოებებია, რომელიც ანუ მინდა რომ ესე გამოვცე რა, იგუშინ ლაპარაკობდით, რაზე ვილაპარაკოთ, გამოცემების რაღაცების. ხო და რო გამოცემ ჩვენ ვიტყვით აქ. ხო და აი იქნება მე მაგას აი შენი აზრით მაგ მუსიკის მოსმენა რა ვითარებაში არის ყველაზე სასიამოვნო. მე ვეძახი deep listening მუსიკას რა ზოგადად. ესე ღრმად ანუ დასაჯდომი მარტო ზიხარ უსმენ ან მარტო არ ზიხარ და უსმენ მედიტაციის ის არის საერთო ჯამში ხა ტექნიკურად რო გავიაზროთ ეგეთი რაღაცაა რომ შეგიძლია სცენარების იმპულსებით გააკეთო თუ გინდა ტექნო მუსიკა თუ გინდა არ ვიცი რაღაც ნებისმიერი ჟანრის მაგრამ იმიტომ რომ ბუნებასთან ასოცირდება ძალიან ეს სიმშვიდე სიწყნარე ყოველგვარი შეიძლება ითქვას ამ რიტმიკის გარეშე ან ისეთი აქტიური რიტმიკის გარეშე მუსიკა ალბათ უფრო ეგეთ ჯამში ეგეთი ტიპის რაღაცა გამოდის რა და ამის მოსმენა კიდე მე პირადად სუმაგას უსმენ რა სულ ეგეთ ambient მუსიკას უსმენი ეხლა კონკრეტულად და შესაბამისად ეგეთ მუსიკასაც ვაკეთებ ეხლა ამ სცენარეებისგან რა იცი რომ მეც ვეღარ უსმენ მუსიკას ვიცი ალბათ ვიცი ნიკუშ არის მეც ვერ უსმენ მომწონს ლაივში ანუ სუკეთება ეხლა რასაც ვაკეთებ ეს ორი პროექტიდან ერთ-ერთი არის ეს მოდულარული სინთეზატორებით სულ ლაივში დაკვრა არანაირ ჩაწერა აი საერთოდ არ ვწერე არაფერს და ეგ კონცეფციაა რომ ანუ ოღონდ იყოს ლაივი და ის პირობითად მსმენელიც ლაივში ისმენს მარტო მეც ანუ ხვდები რომ ეს ერთხელ მოხდება და მეორედ არ მეორდება რა იქაც უ ანალოგია რაღაცა
მცენარების შემთხვევაში ზუსტად იგივე არის რა. ამაში ყოფნა მომწონს, ანუ ეს პროცესი მომწონს. არა მარტო ის რომ მე ამას უსმენ. თვითონ ამ პროცესს ვანიჭებ უპირატესობას, რომ სიმშვიდეა, სიწყნარეა, სულ ახალ მუსიკას ისმენ, იმიტომ რომ მცენარე სულ ახალ რაღაცებს გიგენერირებს, ასე ვთქვათ, სულ ექსპერიმენტის საშუალება გაქვს და გულწრფელად რო გითხრა, რაღაც ხო არსებობს ისეთი ხალხი, ვინც community-ში და აი ბენდები და მის ბევრი ერთად ხალხის თავშეყრა, აი ვცდილობ რომ რაღაცნაირად მაგ ყველაფერს ავარიდო პირიქით თავი რა ამით. იმიტომ რომ ეს ისეთი არის deep listening-ს რო ვიძახი, ანუ ჩემთვის ვარ წარმოვიდგინე და სადღაცა კუნძულზე ვუკრავ ამ მუსიკას, ვაკეთებ ამ მუსიკას და პირიქით ხელი შემშლელი ფაქტორებია, როცა ძალიან ბევრი ინტერაქცია გაქვს რა. და ცოტა სიმშვიდესთან არის ეს დაკავშირებული, ცოტა lifestyle-ის შეცვლასთან საერთო ჯამში და ასე შემდეგ. და ისა რა ქვია, რეალურად სადღაც ჩემთვის ახლა ბენჩი შეკვეხება უკვე წარმოუდგენელიც არის. იცი რა, ბენჩი შეკვეხება არ არის წარმოუდგენელი, მაგრამ უფრო წარმოუდგენელია, რომ სისტემატურად ერთნაირად რაღაცას აკეთებ, ანუ გეგმავ, როგორც ანუ ეხლა ამ წუთას დავგეგმავ 5 წუთის მერე მაქსიმუმ რაღაც აფს არ გეგმავ, იმიტომ რომ ყველაფერი იცვლება ყოველ წუთას და დღესდღეობით ცოტა ისეთი არის რაღაცების მომავალში დაგეგმვა და ისიც ხო აქვს რომ გაჭედებს ბენდი ერთ ადგილზე და ესე ვერი ბორიალებ, როცა მოგინდება თან, სადაც გინდა წავა. გააჩნია, აი ეს ბენდიც გააჩნია, ხა თუ პირობითად სულ რაღაც ჯემ სეშენებზე ლაპარაკი და არა სტანდარტულ ჯგუფზე, რომელიც უკრავს რეპეტიციაზე და ასე შემდეგ, სავარაუდოდ. ეგ ერთმანეთს უშლის ხელს, ახლა მე არა ვარ აქ და ბენდი ვერ უკრავს, ან ბენდი სადმე არის და მე იქ უნდა ვიყო, როცა სხვაგან მინდა რომ ვიყო, ეგრეც არ გამოდის რა. ხო და რაღაცაზე მუშაობ ეხაო, რაღაცა თქვი. ანუ საერთო ჯამში მინდა რომ ეხლა ეს დიდი ხეების, განსაკუთრებული ხეების ოღონდ იცი რასთან მაგ დაკავშირებული, აი საქართველოში ხარ ღვინის კულტურა მაგალითად. ეხლა ეგეთი გეგმა მაქვს, რომ აქ უნდა ვიპონო ყველაზე ძველი ვაზი, რომელსაც ასევე ჩავწერ, იმისგან გავაკეთებ ერთ ტრეკს. ეხლა ინდოეთში ჩავწერ ერთი banyan trees ეძახიან, ესეთ ყველაზე დიდი ფიკუსის სახეობის ხეები რაც აქვთ. ტაილანდში ჩავწერე ესეთივე და ესე ვაგროვებ რა, სხვა ჩანაწერებს, რომ მინდა ალბომი გავაკეთო, როგორც ანუ rock and roll სამყაროში ვაკეთებ და ალბომს ისე ვაკეთებ. ეხლა ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ წარმოგიდგენთ 12 საათიანი და 10 საათიანი ჩანაწერები სულ გასაფილტრი არის, ანუ იქ თუ არის რეალურად ისეთი მუსიკა, რომელსაც მე თვითონ მოусმენდი, ან ვინმე შევთავაზებდი, იმას ვაგროვებ. და როცა შევაგროვებ, სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე ამ ყველაფერს რაღაცნაირად მოუბავ თავს. აუ ეხლა მომივიდა თავში იმის ეგზუპერის პატარა უფლისწულისთვის საუნდტრეკად რა შეიძლება იყოს. და ბაობაბი რო. აი მაგალითად ერთ-ერთი გეგმა არის, რომ ბაობაბი, იმიტომ რომ აი ეგეთი ცნობილი ხეები არის, ბაობაბის ხეები და მრავალწლიანი, მრავალასწლოვანი ხეები არის. ანუ მათი იმპულსებით გაკეთებული მუსიკა ნებისმიერ შემთხვევაში სხვანაირი იქნება რა და საინტერესო იქნება. წარმოგიდგინე იქ რო ხვდები, მაგ იმაში უკვე ანუ გარემო ხო სხვა გაქვს. ნუ ჯერ სხვა სამყაროში ხვდები, სხვა ქვეყანაში ხვდები, შენ თო რაღაცნაირ ხასიათზე ხარ, რაღაცა ტექნიკა გაქვს ამ ყველაფერთან ერთად მიბმული. ვცდილობ რომ არ გავუკეთო მე ეს ზედმეტი ედიტინგი და ანუ ეს დაჭრა, იმიჭრა, მოჭრა რაღაცები, ანუ ზირითადად მოდულარულ სინთეზატორში შედის ყველაფერი და რაც გამოდის იქიდან, ეგ არის ის ტრეკი რა, ანუ ხელუხლებელი ტრეკია და აღარ ჭირდება არაფრის კეთება რა. ბიჭო და კიდე პახოთ რაღაც device-ზე, რაღაც დანადგარზეც ხომ მუშაობ მე უნებოდი. ეხლა ამ მოკლედ ჯერ გეტყვი, ან ესე ვთქვათ. ეს არის ესეთი device-ი, რომელსაც ქვია Music of the Plants. და ეს აგენერირებს იდეაში მცენარეების იმპულსებს გვითარგმნის აუდიო MIDI ნოტებად. იგივე ეს კომპანია აპირებს, რომ გააკეთონ ახალი device-ი და როგორ გაიჟღერს ეს device-ი, ამაზე ვიმუშავებთ. სავარაუდოდ ანუ ისიც თქვათ რა, როგორ მუშაობს, ანუ აი ორი შნური არის, რომელიც გამოდის. არა, ერთი არის ეხლა ეს, ორი არ არის. ხო არ დავიფონოთ ბარემ და ფონად გქონდეს სულ ეს? შეგვიძლია, კი, უბრალოდ ანუ სადღაც ან გამოერთებულია, ან კონტაქტი არა აქვს ეხლა. წეღა რო გადავაერთეთ და ხო და ორი შნურია, რომელიც ერთი მიწაში შედის, ესე შტირია. მეორე ერთდება ფოთოლზე. მეორე ფოთოლზე და ხო არ წყალი მოუვა. მოვი. ინა დაუწიო აქედან? არა, მე დავუწი.
ხო, ორი ცალი ესეთი ის აქვს, სამაგრი, ერთი მიწაში ფესვებს შიმაგრდება, მეორე ფოთოლზე და ტექნიკურად ხდება ესეთი რაღაც, რომ ამ ორ წერტილს შორის მანძილში, რაც რამე ცვლილება ხდება, ამას ზომავს ეს დივაისი. ზომავს, როგორც თქვით, ანუ აძლიერებს, მე ამ ყოველ გაძლიერებულზე ანიჭებს კონკრეტულ ნოტებს და კონკრეტულ ოქტავებს, ამ ნოტებს ოქტავებში და მე უკვე ტექნიკურად შეგიძლია მივუთითო, რომ ამ ჰარმონიაში იყოს, იმ ჰარმონიაში ესეთი ხმა კონდეს, ან ისეთი ხმა კონდეს. ამას უკვე ჩვენ ვაკეთებთ ადამიანები, ვაძლევთ ხმოვანებას, თორე ისე სამწუხაროდ თუ ალბათ სამწუხაროდ, ანუ ეს სიხშირეები რაც მოდის, ეს დაბალი სიგნალი ის ფიზიკურად არ გვესმის, რა თქმა უნდა. ხო და რაზე მუშაობ ეხა ეს ანუ ამ კომპანიას გეგმაში აქვს გააკეთოს ახალი დივაისი. წელს არა უკვე შარშან კონდა ეგეთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რა შეიძლება გაკეთდეს, როგორი უნდა იყოს ეს ახალი დივაისი, მე ძალიან დიდი ხანი ამ დივაისებს ვიყენებდა, ანუ რაღაცა ესეთი ჩემი ფიდბექი მქონდა ამათთან, რომ ამ კომპანიასთან, რომ აი ეს მის გაუმჯობესება შეიძლება, ან ეს უნდა ხდებოდეს, ის უნდა ხდებოდეს. შევთანხმდით იმაზე, რომ ახალ დივაისს უნდა კონდეს საშუალება, რომ რამდენიმე მცენარე შეგიძლია ერთდროულად ჩააერთო, ეს პირველი სურვილი რაც მქონდა ხოლმე, სულ რომ ბევრი მცენარეები რო ჩააერთო ერთდროულად ორკესტრივით რო გააკეთო, წარმოიდგინე რა, პატარა, ერთი უკრავს თქვა ვიოლინოზე, მეორე ჩელოზე, მესამე რაღაც კონტრაბასზე და ასე შემდეგ. და მეორე არის ის, რომ ეს ყველაფერი უფრო დიჯიტალიზირებული იქნება, ანუ ციფრული იქნება სავარაუდოდ და აპლიკაცია იქნება სავარაუდოდ და უნდა ვიმუშაოთ იმაზე, როგორი ხმოვანება შეიძლება რომ კონდეს მე ამ აპლიკაციაში რა საუნდები იქნება, ასე ვთქვათ, ჩადებული. აი მაგაზე ცალკე მაგ მიმართულებით ვიმუშავებ სავარაუდოდ მე. ეს ის სასწაულია გამოქვაბულში რო ცხოვრობს თუ სხვა სასწაულია? აბსოლუტურად აი ახლა მარიცის და აბა გამოყარეთ. აუ ეს ამათი ფანტასტიკები გინდა მოვყვეთ კი, საგიჟეთ ჩვეულებრივი. ვინდა ფანტასტიკები. ამათ აქვს თქოს თავიანთი სპეციალური ჯელ რომელიც ეკოზე რო იყენებენ რაც უსმევენ მუცელზე და უკეთესად ჩანს რა. ანუ ზუსტად იგივე ტიპი არის გამტარიანობისთვის უსმევ ფოთოლზე და ისე ლუბრიკანტი მოკლედ მცენარის. კი. შეიძლება ეგრე ითქვას. ხო და ძალიან საინტერესო არის ის, რომ მოკლედ ამათთან სტუმრად რო ვიყავი ამ კომპანიასთან, რომელიც მდებარეობს ტურინთან ახლოს, დაახლოებით 1 საათის სავალზე, ესეთი დასახლებაა სოფელი, რომელსაც ქვია დამანხური. ანუ ეს ხალხი თავის თავს უწოდებს დამანხურიელებს და არის სპირიტუალური community, ალბათ სწორია ესე თქვა, ხო, spiritual community არიან, რომელშიც დაახლოებით 1000 კაცამდე არის. და მოკლედ საინტერესო ფაქტები დაიწყო იმით, რომ ჩემთვის საინტერესო, რომ წარმოიდგინე 8000 კვადრატული მეტრი. ანუ 8000 კვადრატული მეტრი რო წარმოიდგინოთ, ძალიან ბევრია რა, ფიზიკურად. ისე გამოთხარეს მთის ქვეშ, რომ იტალიელებმა არ იცოდნენ. ანუ და ამას აკეთებდნენ 12 წლის მანძილზე ისე, რომ არავინ არ იცოდა იტალიის მთავრობიდან, რომ ამას აკეთებდნენ. და ყავდათ ესეთი ლიდერი, რომელსაც ერქვა ფალკო და ფალკომ ასე ვთქვათ მოხოდა ეს როგორ არის სწორად რა. მოხოდა რა ეს ხალხი იდეა რა ქონდა ამ ფალკოს? რითი ხელმძღვანელი? საერთო ჯამში, ანუ სადაც აქვთ ეს 8000 კვადრატული მეტრი გამოთხრილი მთის ქვეშ, ეხლა მდებარეობს იქ underground temple არის ტაძარი. რომელიც თავიდან ბოლომდე მიძღვნილი არის, ანუ მათი იდეოლოგიისთვის რა. იდეოლოგია მდგომარეობს შემდეგში, რომ პირველ რიგში ეს ადგილი აირჩა, იმიტომ რომ სოფლიოში არსებობს სხვადასხვა გადაკვეთის წერტილები რა. სპეციალური ასე ვთქვათ გადაკვეთის წერტილები, რომელიც ბევრგან სხვადასხვა ადგილას არსებობს, თავის დროზე როგორც ამოვიკითხე, არ მახსოვს ონლაინ თუ თვითონ მომიყვნენ, რომ გააგზავნა სხვადასხვა წერტილებში, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში თავისი მიმდევრები, რომ აღმოეჩინათ ეს ხაზები, სად იკვეთებოდა მსოფლიოს რაღაცა მნიშვნელოვანი ხაზები, რომ იმ ადგილას უნდა დაარსებულიყო ეს ამათი community. ანუ რას ნიშნავს ხაზების კვეთა? ხო და ეს უკვე ცოტა spiritual მიმართულება არის რა.
ანუ ეს გადაკვეთის ხაზები საერთოდ ჯამში აქვთ ფიზიკასთან მიმაგრებული, იმიტომ რომ ის ენერგია, რასაც ისინი გრძნობენ იმ ადგილას, სხვაგან მაგ ენერგიას ვერ გრძნობ. მაგიტო არის რომ 1000 კვადრატული მეტრი ამ მიწისქვეშ ამოწყვრილი. იზომება პირდაპირ მნიშვნელობით შენი რამდენად გჯერა სავარაუდოდ იმის რაც ხდება ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე. ოღონდ ეს კონკრეტული ტერიტორია მარტო მიწისქვეშ კი არ ხდება, კიდე ესეთივე ტაძარი აქვთ გარე. მთელი ამ სოფლის ტერიტორიაზე არ შეიძლება მოწევა, არ შეიძლება დალევა. ოღონდ რაღაც strict ისეთი წესები კი არ აქვთ. უბრალოდ ძალიან ადამიანურად გეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი მოტანილია რა ადამიანის მიერ, რომელიც გვნებს და ეს არ გვჭირდება უბრალოდ ცხოვრებაში რა. და არც თავს არ გახვევენ რაღაცა სექტა კი არ არიან ან რაღაც ხო ის რელიგიური რაღაც მიმართულება კი არ აქვთ. უბრალოდ ესე ცხოვრობენ და გიზიარებენ როგორც ცხოვრობენ რა. მაგრამ საინტერესო ფაქტებიდან არის მოკლედ ის, რომ 12 წელი ისე თხრიდნენ ამ ყველაფერს, რომ არც იარაღები არ ქონდათ ან ეს ხდებოდა თუ არ ვწდები 80-იანებში თუ დაჟინებული მზერით ხდნენ შეშო. ანუ ის არ ქონდათ რა რამდენიმე წლის მერე გაჩნდაო ეს დრელი ხდება. აი ზუსტად არ მახსოვს, ახლა ტყულა უნდა ვთქვა რაღაც მე-20 საუკუნეში. კაცო ეხლა ხანს ხდება რა, ეხლა ხანს ხდება შედარებით. ეს ლიდერი ფალკო 12 წლის წინ 13 წლის წინ გარდაიცვალა. იქამდე ანუ მაქსიმალურად ცდილობდა რომ განევითარებინა ეს თავისი community, რომელშიც ერთდროულად ანუ თვითონ აქვს თავიანთი სასმელი, შეიძლება ესე ითქვას, კოვიდამდე ჰქონდათ თავიანთი ფული, ანუ თავიანთი კუპიურა ჰქონდათ, რომელთაც წარმოიდგინე იტალიაში სადღაც მთაში თავიანთი კუპიურა აქვს და მეზობელი სოფლიდან ხალხი მოდიოდა და ამ ფულს იყენებდა რომ მათთან რამე ეყიდათ ან გაეყიდათ. ანუ აბსოლუტურად თავიანთ დამოუკიდებელ ავტონომიურ რაღაცა იმას აწვებოდნენ რა, თუ აწვებიან. მერე რა მოხდა? ანუ კოვიდი რა არ ვიცი. რა მოხდა, მაგრამ კოვიდი ესე მითხრეს, რომ კოვიდის მერე არ ვაწარმოებთო, ანუ ამ თავიანთ ფულს აღარ იყენებდა. და რა სჭამდნენ? ჩვეულებრივად ჭამენ ბახალ ყველაფერს, რაც რამე, ანუ ოღონდ წარმოიდგინე თავიანთი ბაღები აქვთ. ანუ დიდ სოფელზე ლაპარაკი. ხორცზეც არის, ანუ ყველაფერს ეტანენ. სავარაუდოდ, ეგრეთ დეტალურად ეხლა არ ჩავძიები ვარ, სიმართლე რო გითხრა, საინტერესო იყო ის, რომ ეს სხვადასხვა ტაძრები მოვინახულე იქ, ვიყავი ამ მიწისქვეშა ტაძარში, რომელიც გამოიყურება, როგორ გითხრა, ყველა რელიგია რას კი რამე გაგვიგია ალბათ, კედლებზეა მოხატული. არსებობს ფოტოები გოგამ რო გააზროს ეგენი? ონლაინ არის ყველაფერი რა. ყველაფერი ისეთი, რაც შეიძლება რომ ნახო და ამჩენი ცოტა ტურიზმის მხარე არის რა, მეორე ნაწილი, იმიტომ რომ ეს ტურიზმი მუშაობს ჩვეულებრივად, ხალხი ჩადის, ანუ ამ ადგილების მოსანახულებლად. თავიანთი sound healing-ები აქვთ, თავიანთი სკოლა აქვთ, სადაც ბავშვებს ასწავლიან ჯადოსნობას და რაღაცა მსგავსი რაღაცები ხდება რა. მაგარი. Sound healing-ი რა ინსტრუმენტებს იყენებენ sound healing-ში? Sound healing-ში ნუ გონგი. აკრას წინა გადაცემა გქონდა sound healing-ზე. გონგი აქვთ, ანუ ერთ-ერთ დარბაზში, სარკეებიანი დარბაზი აქვთ, რომელიც წარმოიდგინე სულო შედიხარ, სულ სარკეებშია რა, უზარმაზარი დარბაზია რა. და გონგი, ცალკე აქვთ ეს თასების დარბაზები და ცალკე აქვთ კიდე, ჩემთვის ახლა ეს აბსოლუტურად გაუგებარი იყო, მაგრამ რაღაცა ესეთი ბურთებია, რომელიც ფერადი არის, რაღაც ამონათებული, მაგრამ ყველა ბურთს თავისი სპილენძის მავთული უერთდება კი არა და რაღაც დაბოლოება აქვს, რომელიც ერთმანეთს უერთდება, ეს 9 ბურთი არის, რომელიც სხვადასხვა რაღაცა მიმართულების ენერგიებზე მუშაობენ და მუშაობს. გონია რომ რაღაცა ფანტასტიკის ჟანრის ფილმს ვიყო. ანუ ეგრე არის, მანდ ვიყავი რა, ანუ ეგეთ ჩემთვის ეგეთი ის იყო რა, ფანტასტიკაში ვარ რაღაცაში და ანუ მეთქი ანუ გადაღება არ შეიძლება, არაფერი არ შეიძლება რა თან. მაგრამ თან ეს ყველაფერი აქვთ რა, რაღაცა როგორ გითხრა, სიუჟეტები აქვთ ვიღაცებს გაკეთებული ონლაინ მოიციებ ამაზე ინფორმაციას რა. მაგრამ იქ რო ხარ და ამ ყველაფერს რო დადიხარ ამ კედლები წარმოიდგინე დიდი კედელი რო იღება და კარი როა ხო იცი ინდიანა ჯონსში თუ რაღაცაში აი ეგეთი შესასვლელებით დადიხარ სულ და თან იმდენად ფიზიკაში ვიღაცა კარგად ერკვეოდა და ვინც აშენებდნენ ამ ყველაფერს რო ამ ტაძრებში რო დადიხარ სხვა ოთახებში რა ყველგან არის რაღაცნაირი აკუსტიკა
ანუ როგორც ახლა ეკლესიებში საქართველოში გაგვიგია რომ ესეთი აკუსტიკაა და ისეთი და იქ ისეთი ფორმა აქვს და ეს ამ გეომეტრიას აქვს მნიშვნელობა, იქაც აი ეს ყველაფერი არის გათვლილი რა. და მაგის მიხედვით ანუ sound healing-ების ტყუილად არა. ანუ ხმაზე ხურდებიან, კაროჩე, ხო? კი, მაგრად, იმიტომ რომ ყველა აი ტაძრის ყველა ოთახი არის დათმობილი რაღაცისთვის, ან ხმაზე, ან ვიზუალზე. აქვთ რაღაცა ნახატები, რომელიც ეს ნახატები ჩანს მარტო კონკრეტულ სინათლეზე, რომელიც დახატულია ანუ რაღაცა მეთოდებით და კედლებზე ლაპარაკი, ხო? კედლებზეც და ისედაც. ან ფიზიკური ნახატებიც არის. ცალკე არის ერთი ოთახი, ყველა საინტერესო იყო, აბსოლუტური აი random იეროგლიფები, რომელიც დაქირავებული ყავდაო სხვა მკვლევარები, ცდილობენ რომ გაარკვიონ ამ ფალკოს ლიდერი ვინც ყავდათ, საიდან მოსდიოდა ეს ყველაფერი თავში. თუმცა ყველაფერზე პასუხი იყო რომ ანუ სიჩუმე ფალკოს მხრიდან და როცა ისეთ კითხვებს სვავდნენ, რომელიც არ ესმოდათ რა თვითონაც კი, მაგრამ მთელი კედლები წარმოიდგინე მოხატული რაღაცა სიმბოლოებით, ძირითადად სპირალებზეა საუბარი, რაღაც სპირალისებრი რაღაც სიმბოლოებია და გარეთ თემპლშიც ქვებისგან არის გაკეთებული უზარმაზარი სპირალები, რომელშიც დადიხარ და აღწერებია რომ ეს კონკრეტული სვლა მოქმედებს მაგალითად შენს მეხსიერებაზე. ანუ რომ აი ნახატის მიხედვით რომ იარო უბრალოდ და ამ დროს ანუ ნელი ტემპით გახწერილია რომ ნელი ტემპით უნდა გაიარო ეს სპირალი მაგალითად რომელიც მოქმედებს შენს მეხსიერებაზე, მეორე მოქმედებს თქვა შენი ბავშვობის რაღაცაზე, ან შენს რაღაცა ამ თუ წარსულ თუ აწყომ მდგომარეობაზე. და აქვთ ასევე Magic Forest-ი, ანუ ესეთი ტყე აქვთ ცალკე, სადაც რა თქმა უნდა მცენარების მუსიკასაც უკეთებენ პოპულარიზაციას და იყენებენ ამ დივაისებს, რომ აჩვენონ ვინმე სტუმრად მოდის, არ ვიცი რა ქვია, ტურისტებს ჯამში როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ბიჭო, მან ხო არ წავიდეთ. აუ, იმინე მართლა ხმა მაგას ფიქრობ. ჩასაწერად. ხო? ფალკოს სული ჩავწეროთ. იმედია მაგას არ ნახავენ, თუ რა მაგათთვის ეხა აი ფალკოს სული თუ რა, ანუ ვაფშე სხვაგან არის თაყვანის სემამიდის რა პირდაპირ იმუშავა. ანუ ფალკოს სურათები კიდია. რა, ყველაფერი ფალკოსია, წიგნები იყიდება ფალკოსი. ანუ მაინც ეს ფალკო იყო რაღაცა nature და რაღაცა სცენარები რაღაცა და ამათ მაიღეს და მაინც ვიღაცის სურათი დაკიდეს. არა, ეს ფალკო იყო წარმოიდგინე insurance agent. ნუ ხა ბავშვობაში ყველა. და რა ვიზუალის კაცია, თუ ადამიანი თუ რაც არის. მე წარმომიგენია ალან ვატსის კონჩი. მაგრამ ძალიან ისეთი ეთქობა რომ ქარიზმატული და რაღაცნაირი ისეთი ადამიანი, რომელმაც წარმოიდგინე ხა ამდენი ადამიანი თავის ხედვაში დაარწმუნა და ანუ ეს ხალხი იქ იბადება ბავშვები რაღაცა დღემდე ცხოვრობენ community-ის ტიპის ცხოვრებით 5-დან 20 ადამიანამდე ერთ სახლში წარმოიდგინე აქვთ ეგეთი უცნაური წესი რომ თუ კანონი თუ არ ვიცი დამწერლობით აქვთ თუ როგორ აქვთ არ ვიცი მაგრამ ცოლი შეგიძლია მოიყვანო 1 წლით ბახალ ბიჭო მე მგონი ბახალ გიშვებთ მანდეგრევე მე 1 წლის მერე თქვენ საზღვრავთ ერთმანეთში მორიგდებით რა გააგრძელებთ თუ დაიშლებთ რა გიკაკუნებით და გააგრძელებთ თუ დაიშლებთ რა მის მინე და ისა რა ქვია და არიან ვიღაცები უხუცესი წყვილების და არიან ნედლურთი ერთონებში და ანუ წარმოვიდგინოთ რომ მოკლედ ჩვეულებრივი ფუნქციური community და სოფელია რომელიც თავიდან ბოლომდე ამ წესებით ფუნქციონირებს ყოველდღიურობაში ცხოვრობენ და სიმართლე გითხრა რაც არ უნდა ეხა მისტიურად გვეჩვენებოს და ცოტა ისე კი ვიცინით რაღაცეებზე და ანუ ძალიან საინტერესო ერთი ძალიან დადებითი არის ეს ყველაფერი იმიტომ რომ არანაირი ის არ აქვს რა რომ აი რაღაცა ხო იცი უნდა შემოგიჩიჩხინოს რომ დაგაინტერესოს და მოგეწონოს და შენთვის არის ეს თუ რაღაც ეგეთი მიდგომა არ აქვს რა ანუ გინდა საინტერესოა და შეუძლია ადამიანს გახდეს ამ კომუნის ნაწილი თუ კი სავარაუდოდ აი ხე მე რო ჩავიდე კი, მაინტერესებს ეს ყველაფერი ძალიან დიდი საუნდ მიგიღებენ, ასე ვთქვათ, და გიხსნიან, ან მოგიყვებენ, იცხოვრო იქ ალბათ და გაერკვე რა, იმიტომ რომ მე თვითონ ესე სტუმრობისას უბრალოდ მოგზაურობდი და ესე მოვხვდი პირველად მან, მაგრამ მე თხოვეს რომ ანუ რაღაც რიტუალი აქვს, შეგვიძლია რომ დაგპატიჟოთ თუ აქეთ ხარეს ხარ ამ რიტუალზე
ჩავედი ამ რიტუალზე, თან საქმე გქონდა ანუ მცენარეების დივაისთან დაკავშირებით, ცალკე რა თქმა უნდა მაინტერესებდა რა ხდება, რა რიტუალზეა საუბარი, რომელიც ანუ ეს full moon სავსე მთვარეობას გქონდათ კონკრეტული რაღაც ცერემონია ამ ღია temples ღია ტაძრის ტერიტორიაზე და ნუ საკმაოდ ისეთი იყო რა მისტიური და ჩემთვის ბევრი რამე აბსოლუტურად გაუგებარი, მაგრამ ნუ მათთვის და მათი კომუნიტისთვის აბსოლუტურად გასაგები და მიუხედავად იმისა, რომ სიცივე და ყინვა იყო, ამდენი ხალხი იჯდა და უყურებდა ამ ცერემონიას, ესწრებოდა უბრალოდ და მონაწილეობდა ეს ცერემონია. წარმოიდგინე ცოტა ისეთი თეატრალური დადგმა, რომელშიც ანუ ფოლგირებული ქუდები აქვთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ენერგიასთან არის ისევ და ისევ დაკავშირებული. გარკვეული ინსტრუმენტები ძირითადად რიტმული რაღაცა მუსიკის ქვეშ ხდებოდა, რაღაცა ტექსტით, რომელიც ასევე დიდად იტალიურად ჩემთვის გასაგები არ იყო, ნაწილი იტალიურად იყო, ნაწილი ინგლისურად იყო, მაგრამ სულ მთვარის და ენერგიის და ამ გაცვლა-მიცვლა, მოცვლის პატივისცემა და თაყვანისცემა იყო სავარაუდოდ. ხალხი როგორ გამოიყურება? აბსოლუტურად ჩვეულებრივად, აი როგორც ჩვენ გვაცვია, რაღაც აი აბსოლუტურად ჩვეულებრივად. ეგ შინაარსი რო არ იცოდე, ისე ხა იქ ვერავიზე ვერ იტყვი, რომ ეს რაღაც ხვანაირია ან რაღაც არაფერი მაგდაგვარი არ ხდება, ჩვეულებრივი იტალიელები არიან. აი იცი როგორი რაღაც წარმომიდგენია, იცი აი super sci-fi რაღაცა და შიგნით რო შედიხარ ეგეთია ნიკუშ ზუსტად რა, ანუ ხვდები რომ აი არ ვიცი ხა ჩემ ბავშვობაში იყო კარებზე აკაკუნებდნენ ხოლმე და იაღოველების იმებს გაძლევდნენ რა ქვია ბუკლეტებს აი იქ როგორც გამოიყურებოდა ხოლმე ნახატები ეხლა მაგათი კედლები ოღონდ სხვა რელიგიები თანამედროვე ვიღაცების მიერ დახატული გამოხატული არის ამ კედლებზე წარმოიდგინე ეს 8000 კვადრატული მეტრი ანუ სულ სხვადასხვა რაღაცა ხდება ყველა დარბაზში აბსოლუტურად და sci-fi აბარა არის ანუ მისტიკაა რა ჩვეულებრივი რა ოღონდ რეალურად ცხოვრობენ მაგ ყველაფერში და ცხოვრობენ იმ თვალსაზრისით რომ სჯერათ მაგ ყველაფრის და პლუს ანუ დღიდან დღემდე ან ვითარებენ მაგ ყველაფერს და რაღაცა პროგრესია აქვს. და ბუნებასთან რა ანუ აი რაღაც ყველაფერი ბუნებასთან აქვს დაკავშირებული. ეს ტყეტყვილა არა აქვს. მომისმინე, ის შენ იცი ჰენრი დევიდ თორო ვინ არის? არა. მოკლედ დაახლოებით ეგეთივე ტიპი იყო ამერიკაში რაღაცა ფილოსოფოსი რაღაცა ტყის გამოცდილებებზე ბაზრობს, უოლდენ ქვია. და უცბად აღვიქვი რომ აი რაღაცას ეგ ჰენრი დევიდ თორო იყო ის ფალკო. მე დიდი სიამოვნებით წავიდე. ცოტა ხანი ჩაუცხოვრდა. საქართველოში არ გვაქვს რამე მსგავსი, პატარა. არ ვიცი. საქართველოში მზეს უმზირა. არ ვიცი, საქართველოში არ ვიცი, მაგრამ ეხანდელი გეგმა არის, რომ წელს რაღაცნაირად მანდ არ ვიცი, ვიღაცები აპირებენ მოხვედრას და იქნება ჩვენც მოხვდეთ ყველა ერთად. მე მაქვს ეგეთი. მე კი მოხვდები ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ უნდა ვიმუშავო. კოკას რაღაცას ლაპარაკობდით, რომ ერთი ჩასვლა ნახოთ, აი ხა ჩვენ რომ დავიწყებთ ესე ოფიციალურ თანამშრომლობას ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მე უფრო მარტივად შევძლებ, რომ დაგაკვალიანოთ, ასე ვთქვათ, სად რა და როგორ. საქმიან ურთიერთობაში ხარ. ანუ პირდაპირ ნიშნობით ამ სცენარების მე ჩემი ინტერესი რაც არის ის, რომ ეს მუსიკალურად მინდა რომ განვავითარო ეს ყველაფერი. ანუ მათი ინტერესია რომ მათი დივაისი განვითარდეს მომხმარებლისთვის მუსიკალურად. შესაბამისად აი ეს ინტერესები დავამთხვიეთ და ალბათ ვითანამშრომლობთ. ჯერ ახლა შეთანხმებულები არაფერზე არ ვართ, მაგრამ ზოგადად ეგ კონცეფცია დევს ამ ყველაფერში რა. ხო და მოდი აბა კიჯიზესზე ვილაპარაკოთ. კიჯიზესი. კიჯიზესი ყველაზე ეხა დღესდღეობით ჩემს გარშემო ყველაზე ხშირად რას მეკითხებია ხოლმე ლაივს როდის გააკეთებ და ცოტა ვერ წარმომიდგენია რომ ანუ ისევ დააკვრა სიმღერა არ ვიცი რაღაცნაირად და ხო მაგრამ ბოლოს ხო გადახვედი სოლო იმაში რა ქვია მარტო აკუსტიკურად ვაკეთებდი ხოლმე რაღაც ლაივებს იმიტომ რომ ეხა ესე კომპიუტერით დააკვრა და ბექინ ტრეკის ჩარტ თუ რაღაცა დიდად არ მხიბლავს. აი მე ბოლოს მოგისწარი, რომ სადღაცას მარტო იყავი. აკუსტიკურად ვაკეთებდი ხოლმე, მომწონდა ესე მარტოც დაკვრა რა, მაგრამ ძირითადი პრობლემა მაინც ის იყო, რომ ბენდს ხო იცი რა, ბენდის პრობლემა. ბენდის შენახვა. ბენდის მართვა და ბენდის ორგანიზება არის ძალიან ესეთი საპასუხისგებლო საქმე რა. და ისა ვინ იყავით ბენდში თავიდან და როდის დაიწყეთ?
პირველად 2012 წელს Newcomers-ში მივიღეთ მონაწილეობა, უკრავდით მე ცოტნე და ცოტნე ჩიკობავა და აჩი შიოშვილი. არ გაიმარჯვეს რო. და ხო 2013 წელს მე უკრავდით ოფენერზე იქ 2012-ში გამარჯვებული დალი. გრან-პრი. კარგი იყო რაღაც ისეთი პერიოდი იყო რა, არ ვიცი, საინტერესო ერთის ხრივ. იმიტომ რომ ბევრი დაკვრა მიდიოდა მაგ დროს და მაგ წელს იყო Deep Purple Tricky ვიღაცები რა. ვაუ. და ძალიან საინტერესო იყო რომ მაგათთან ერთად ანუ სტადიონზე თუ რაღაცა თან პირველად და თან მეტიმე სტადიონზე მე მგონი არ დაგვიკრავს ჩვენ ხო სტადიონზე ერთად. არ მახსოვს. მე არ დამიკრავს მეტი მე მგონი სტადიონზე. შენ მოგიწია? მე ბევრს. არა მაგ წელს. მაგ წელს არა. არა მაგ წელს ეგეთი ის იყო რომ ვინც იმარჯვებდა წინა წელს ანუ რა ქვია Newcomers-ში ვინც იმარჯვებდა მონაწილეობას ეგრეა ყოველ წელს. არა ხომ სხვა ქართველი ჯგუფების ხო ღებულობდნენ ხო მონაწილეობას მაგ წელს ხომ მარტო ჩვენ უკრავდით. ეგ მახსოვს კარგად რატომღაც. ერთდღიანი იყო და ქართველი. ერთდღიანი იყო კი. ერთდღიანი იყო. ხო და ნუ მანდან დაიწყო 2012 წელს პირველად დაუკარით და მე უკვე ნუ მე სხვა ლაივები. ისე Newcomers საკმაოდ კარგი ფესტივალია თუ რა ქვია მაგას რა, იმიტომ რომ თითქმის ყველა Newcomers-ის გამარჯვებული არის ძალიან ცნობილი ბენდი დღესდღეობით რა. მე ხა ეს თქვა და Me and My Monkeys მახსოვს კიდევ ვინ იყვნენ Newcomer-ებიდან ისეთი. მე მანქ არ ვიცი იყო Newcomers-ზე. აი იყო ხო ერთად. 4D Monster Lobsters-ი, Bedford Falls-ი, Take Visitors-ი ხო? ოღონდ ისე დროს ხდება რომ მე აღარ ვარ მე მგონი. შენ ალბათ არ ხარ ხო? მაგამდე კიდე ანუ ევროვიზია რა შუაში და Newcomers-ამდე კიდე იყო I1 ესე პროექტს მე არ ვიყავი მაგ დროს. მაგ პროექტს. მახსოვს. მე ჩემი მეგობრები რა ეს MGI სტუდიო აქვს ეხლა ისე რა ცოტა ხანი, კაი ხანი იყო ჯერ ანუ ცალკე გადაცემა ქონდა მე პირველ არხზე ქონდა გადაცემა. ოღონდ აი მანდაც ესე ყველა ჯგუფი გამოვლილი თუ რაღაც და აი ყველა ესე თითო გიტარით ან თითო ინსტრუმენტით მოდიოდნენ I1-ზე წოდით ხოლმე ერთი იმით რა კამერით და ერთი მიკროფონით რაც გამოვიდოდა. მე გადავერთეთ ცოტა ვითომ მასშტაბზე თუ რაღაც, მაგრამ იქაც აი სულ ვინც მახსენდება ხა ვინმე თუ მუსიკოსი არსებობდა მე მგონი ყველა იყო რა. მონა ესე ვისაც არც ეზარებოდა ჩვენც არ გვეზარებოდა ერთი კამერით და ერთი მიკროფონით რა უნდოდა იმის ჩაწერას რა. ხო არ გავიხსენოთ ძველი დრო ლევან. ერთი ხო არ დაცხოთ. აუცილებლად დაგვრა ნებისმიერ. ამაჟრიალებინეთ. ეხა ეს დაუგრ. იცი რა ეხა ლევანს ვეუბნებოდი რომ ხშირად მეუნებიან ხოლმე მაესტროზე მამუკა ბერიკას მიყავდა გადაცემა რა და მან დაუკარით მე და ლევანა ვიყავს მისული და ჰოლივუდი დაუკარით რა ნელი ვერსია რა და ხშირად იხსენებს ხოლმე ხალხი და რაღაც აქ ვიფიქრე გავიმეორე თქო როგორც გამოვა ანუ არ გვირეპეტიცია არაფერი ეგ დაკვრა იყო ბოლოს 25 წლის წინ დაუკარით ეგ გადაცემა იყო 25 წლის წინ ხო ბერიკოს როდის მიყავდა მან სოლო უნდა დაუკრათ ხა თუ როგორ რამე დაუკარი რა ვიცი აი მოდი იმპროვიზაცია რა რაც იქნება იქნება 1 2 3 4 Question, that's why I'm writing you. Hope you figured out me. Got us so fine pictures of you, girl, and I keep them in my hand. I'm so fine away from you. Hope you feel the same as I do. I'm so fine away from you. Now I got my Hollywood.
You know that I can bet you are thinking of me in the middle of the day. 'Cause you got so much memories of me, girl, and you keep them in your head. I'm so far away from you. Hope you feel the same as I do. I'm so far away from you. Me sound very good, girl. I'm so far away from you. Hope you feel the same as I do. I'm so far away from you. And I got Mount Hollywood. ეხა გამახსენდა რას ნიშნავს შენთან ერთად დაკვრა გავხედე რა ამ გახედვაში ვიგულისხმე რომ ეხა მორჩეთ რა საერთოდ არასდროს არ დავგროს ესეთი სტრუქტურით და მიხვდა რატომაც გავხედე რა აი სულ ეგ პონტი გქონდა რა ეგრე მუშაობს ნიკო ჩვენ როგორ რეპეტიციებთ ისი პერიოდი იყო დღეში ორჯერ რეპეტიციებთ აი 12-ზე გქონდა რეპეტიცია ვირეპეტიციებდით და მე 6-ზე ტელევიზიაში გქონდა სარეპეტიცი იმ დღეს რა გამახსენდა ისი გახსოვს თილისმა როგორ არ მახსოვს დრონი და მიმესალმოთ ერთი ბიჭი იყო სულ იჯდა ჩვენ რეპეტიციებზე რა და კეპკიანი რაღაც ისე კეპკე რაღაცა რო არიცნობთ ისეთ ხო ანუ რა ვიცი სულ ურთიერთობა ქონდა ხო ტელევიზიაში მუშაობდა შეიძლება მოვა შემოიჭდა და რა ვიცი ჩვენ თილისმას ვეძახდით ზურგს უკან მაგრამ სასიყვარულით ანუ ის რა ნეტა რა ვიცი მაგ სარეპეტიციოში მახსოვს ზუსტად აი გობეჯას შემოსვლა კი მე ხტონი ახალი ბასისტი მოსაყოლი ამბავია მაგრამ მაგარია ეგ ჩვეულებრივ რეპეტიცია წამიგი სისტემატურად რეპეტიციობთ რა რაღაცისთვის მორიგი რაღაცისთვის რეპეტიციობთ არ მახსოვს რისთვის მაგრამ უცებ კარი იღებ და შემოდის გობეჯა ბრადარას მაგივრად ხო და სად ნახე გობეჯა მე არ ვნახე გობეჯა არავინ არ ნახა ერთმანეთში შეთანხმდნენ რამ იპოვა გობეჯა ასწავლა პარტიები და გამოუშვა და მზად მოვიდა შენ როგორ შენის გაუშვი ჯგუფიდან წავიდა ეს ჯუჯილა რო გაუშვი ოკურასთან ხო მაგრამ ნუ ჯგუფიდან ანუ ჩვენც არ ვთქვას რომ ჯგუფიდან მივიდივარ აუ მართლა ანუ გობეჯა მოვიდა და მაგით მივხვდით გავიგეთ რომ ჯგუფიდან წავიდა რა და რა ნიკუშასთან სახში რო უკრავით ხოლმე უცებ აი არსაიდან ეხა წარმოგიდგენ აქ რო კარის ხმა ბახ თუ რაღაც გაიგო ეგრე უცებ რა ქრებოდა ხოლმე მიდიოდა ხოლმე ხო ეგეთი რეპეტიციების ბევრი ქონდა აუ ხოლმე ყველაზე ძალიან მიყვარს ეგ მერე იყო ლონდონის სასტავი ლევანა რო ჩამოვიდა მე ლევანა სიხა ბაზზე ავტო უნივერსიტეტიდან და დრამზე ბენმა დამიბადა რამოდენიმე მეტრის ბენ აფლეკი ყავდა დრამზე წავედით ფესტივალზე უკრავდით ლიტვაში B2G ფესტივალი იყო ძალიან კარგი იყო სხვა შორის კარგად მახსენდება იქ მორჩიბა და ვიღაცები უკრავდნენ და ფესტივალია ხო ისედაც აგარი რაღაცა იყო აი ხა მოდი ის მოყევი რა შენი ჩასვლა ლონდონში ალბომის ჩასაწერად ნო ეგ ცალკე ერთ-ერთი ისეთი lifetime experience არის ერთ-ერთი რა მე მაყოლებენ ხოლმე იქ სად იყო და აი მაინტერესებს შენი გადმოსახედიდან ანუ ვიცი შენი გადმოსახედიდან რაღაცები მაგრამ ის ადგილი მაინტერესებს თუ სწორად მახსოვს სადაც წერდით ხო იგუანასთან იმაში რა ფორდში თუ სადღაც რო ვიყავ ფორდ ლეინ სტუდიოში და მე რო ეჭვენოდი იცი ყველა რომ მიდიოდით ესე ალაგ-ალაგ და მე რო ვერ შვებოდი შეჩმოდა ჯერ მე პირველი რა მახსოვს ის ჩემთვის ეხა წარმოვიდგინე რომ მაშინ არც ნუ არ მუშაობდით არაფერს არ ვაკეთებდით ისეც რა კონკრეტულს თუ რაღაც და ფულის არ არის არაფერი არ არის ანუ ეს ლონდონშია და ანუ მე მაგრამინდა თან ჩასვლა თან ხვდები რომ ეხლა ლონდონია ძალიან ზვირია თუ რაღაც 4-ჯერ მეტია საქართველოსას და როგორ მახსოვს ისინი კუშო აქ აგროვებდი ბილეთის ფულს რომ ანუ მეთქი ოღონდ იქამდე ჩავიდე მე ეს მეუბნებოდა რომ აქ მოხედავთ რაღაცებს ვიზავთ მე თან არსად არ ვარ იქამდე ესე ცხოვრებით ნაცხოვრები რა ანუ სადაც ქვეყნებში ნამყოფი ვარ მაგრამ ცხოვრებით არ და
რო ჩავედი მახსოვს გლოსტოროუძეს ხოვრობდი, სადღაცა უკრავდა ნიკუშა, წავედით რაღაცებს, ან მღეროდნენ ქავერებს, რაღაცებს მე ვღეროდი მახსოვს Cocteau Twins და რაღაცებს უკრავდით. ძალიან მაგრა ვერთობოდი და ძალიან ბევრს სვავდით მაშინ რა. ეხლა საერთოდ ანუ არ ვიცი ამათვის შეება. არ შემოგთავაზე, კი კაცო, არ შემოგთავაზე, იმიტომ რომ ვიცი რომ საერთოდ არც მომიდის, მაგრამ მაშინ ძალიან აქტიურად მიდიოდა ალკოჰოლის მოხმარება და ეგეთი ის იყო, რა ქვია, გეგმა რა, რომ უნდა წავსულიყავით და გვეცხოვრა ამ სტუდიაში, რომელიც იყო რა, სხვა ქალაქში, ფორტი თქვა, ქალაქს თვითონ. ბიჭო, სადღაც მე რაღაცი ჩესტერი თუ რაღაც მე ანუ რო ჩავედით სტეიშენზე, მე მანქანა დაგხვდა. და სადღაც მიგიყვა, ანუ ოღონდ ისე რა თან უნდა გვეცხოვრა იქ რა. მაგრამ კარგად მახსოვს, ამ ბევრი ინსტრუმენტები იყო. კარგად მახსოვს, რომ მეორე სართულზე იყო ეს ისა ქსილოფონი და რაღაცები, რომელზეც რაღაცები კლუკენშპილი და რო წერდით რა, თან ჩვენ განკარგულებაში იყო ყველაფერი. და რასაც გვინდა იმას ვუკრავდით რა. ოღონდ მახსოვს, რომ მე ეგ ალბომი სად არის არ ვიცი. გამოსულია ბიჭო Spotify. არა, ეგ ჩაწერილი, მან ჩაწერილი რაღაცები. ეგ არის. ხო, მაგრამ რაღაცები ხო ისე ჩავწერეთ, რაც მან ან მაგ ალბომში არის. ხო, რაღაცები არის ჩაწერილი, რაც არ არის და დაიკარგა ეგენი. ხო და ის როგორი კარგებოდა რაღაცები. კომპიუტერში. ხო, ანუ ბევრად დიდი უნდა ყოფილიყო ეგ ალბომი. მე მეორედ ჩამოსვლა იყო ერთი პერიოდი. შენ რამდენიმე წლის ხო, წამოვედი მე. ეხლა რამდენი ხანი გაჩერდი პირველი ჩასვლა? რამდენიმე თვე რა, ეს ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მეორე ჩამოსვლა მე მგონი უფრო ხანგრძლივი იყო, თუ პირველი იყო ხანგრძლივი, რაც 1 წლამდე იყო, არ პირველი წასვლა. ხო და რომელიღაცა არ მახსოვს, პირველი იყო თუ მეორე უფრო გრძელი, ერთი მოკლე. მაგრამ ძალიან ისეთი გამოცდილება იყო, ჩემი მხრიდან ცალკე, ჩემი ისეთი მქონდა მე რა ქვია, რუტინა ყოველდღიური და რაღაც ადგილას მუშაობდი, მახსოვს, აი ძალიან საშინელი ადგილი იყო რა. ოღონდ თან ყველაფრის ფული გადასახდელი თუ რას და რასაკეთებდი? რესტორანი იყო, თავის ანუ დღისით რესტორანი, ღამე კლუბი თუ რაღაცა რა. და მახსოვს, რომ ზამთრის პერიოდი იყო, რომ მოვდიოდი ხოლმე სახში, თენდებოდა თუ რაღაცა. ვიძინებდი და რო ვიღვიზებდი, ისევ ღამე იყო. რა, იქ ბნელდება 3-ზე. და იქ 3-4-ზე ბნელდებოდა და ანუ მაგრა შევწუხდი ცოტა ხანში მახსოვს რა, იმიტომ რომ ბავშვი დღის შუქი აღარ მინახავს რა. მაგრამ საინტერესო იყო ის, რომ ერთხელ დამიძახეს კლასიკური მუსიკის დასაკრავად რაღაცის გახსნა იყო, ღვინის მაღაზიის თუ რაღაცის ეგეთის გახსნა იყო და 1 საათი დაუკარი რაღაც ბახი, რაღაცები გიტარაზე. და იმდენი ჰონორარი ავიღე, რომ ანუ მთელი თვე რაც უნდა მემუშავა და მე თან რომ უნდა დამეხარჯდა და თან რომ არ დამრჩებოდა თუ რაღაცა 1 საათში და მეთქი რაღაცა სხვაგანა ვარ ალბათ იქ სადაც უნდა ვიყო იქ არ ვარ თუ რაღაც, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოჩნდი რა და მაშინ მახსოვს რომ მაგრა მოქმედა რა მაგიმან ფინანსურმა და თან ფინანსურის გარდა ვიღაცა რომ აფასებს იმას რომ რა მაგარია ვიღაცა უკრავს თუ რაღაცა რა. ეგეთი ისეთი ძალიან ცვალებადი პერიოდი იყო 2000 რაღაც რომელი 8 წელი 10 წელი იყო. არაფერი არ მახსოვს. სუდად მახსოვს ეგ პერიოდი. შენ 10-ში ჩამოხვედი? 10-ში 11-ში აუცილებლად ეგრე დაახლოებით გალოთებული რო დაგხვდი. კაი ბილეთები ჯის ჩვენი სპონსორის რუბრიკის კითხვა დაუსვათ ლევანს. ამ რეალობაში თქვენთვის ლოლიტებში შენთვის საყვარელი ტრეკი რომელიც შენთვის უშუალოდ არადასაკრავად ისე ლოლიტების ანუ ფეზერი ყოველთვის მომწოდა ყველაზე მეტად რა, ანუ იმ თავიდანვე თუ რაღაცა რა. ესე მგონია რომ ყველაზე მაგარი ტრეკია მაინც რა. ანუ თან იმასაც აქვს მნიშვნელობა როგორ არის გაკეთებული, ანუ რო შეიძლება რომ ლაივშიც სულ კარგად იკვრებოდა თითქმის ყოველთვის, მიუხედავად იმისა რომ ბევრი რაღაც ხდებოდა. რთული დასაკრავი, მაგრამ ჩანაწერიც ძალიან კარგი და ან ასწორებს შეიძლება რომ თან მოусმინო, თან ლაივშიც ეგეთი იყოს, მაგრამ გააჩნია ზოგი რა. და შენ ქონდა იმ პერიოდში ახკმა რასაკეთებ, როგორ მუსიკას? არა, ვაფშე. მე მგონია რომ არა. მე ხო თქვი რამდენჯერ მაქვს ნათქვამი, რომ იმ პერიოდში ანუ ეს მეგობარი ჯგუფები ვინც იყვნენ, მე ვერ ანუ მომწონდა ძალიან სიამოვნებდა, მაგრამ ეხა რო უყურებ, ნუ რავი მარგალიტებია და მაშინ არ ქონდა ეგეთი არა, თან ამაში რომ ცხოვრობ, ანუ ვერ ეგრე არ აღიქვა რა. ეხლა დღეს ამ ჩაწერამდე რომ ვიძახდით ვიღაცა რომ მეუნება რომ ანუ ამ მუსიკაზე გავიზარდე და ამ მუსიკას უსმენ და იქ ლოლიტები იქნება თუ არა აქვს მნიშვნელობა რა, ნებისმიერი პროექტ გაბუნიას დროინდელ რაღაცებს ვიხსენებდით გუშინ, ანუ სანამ ეს ქაოსს ვიხსენებდით, ანუ ვიღაცები რომ მეუნება ეს ყველაფერი იციან
და უსმენდნენ და გასაგებია რომ ლოლიტების და ქიჯიზესის და რაღაცები ხო ჩემ მხარეს ვისაც აქვს ინტერესი ანუ ისე მიკვირს ეხლა რომ უყურებ ამ გადმოსახედიდან მაშინ დავდიოდი რეპეტიციიდან რეპეტიციაზე და ლაივიდან ლაივზე ჩემ რეალობაშიც იგივე ხდება ხო აი ეს რაღაცა როლები რომ მეგონა სუპერ ხრინჯი იყო რა ვიცი დღეს თურმე გიждდებიან და ძალიან ემოცება და დღეს დავიწყე ჩემი ნაკეთების შეფასებას თქვენი ნაკეთების შეფასებას და ზოგადად იმ პერიოდის რა თავარია ზედმეტი არ მოგვივიდეს ჩვენი თავის შეფასებაში იმ დროს როცა აკეთებ არა საერთოდ ზოგადად ზოგადად ეხლა ძალიან ობიექტურად ვაფასებ რა ეგ ობიექტურად უნდა შეაფასო ანუ სუბიექტური მე ჩემი თავის მიმართ ვერ ვიქნები შეჩემო ანუ ვერ ვიქნები უფრო ცუდისკენ ვიქნები სუბიექტური ვიდრე კარგისკენ რაც ამბობდი ბილეთები ბილეთები ჯის საპასუხოდ მაგ ეგეთი მაგარი იდეა რა ოღონდ ეხა არ ვიცი ეხა შეგვიძლია ვაფშე ჩავხსნათ ეგრევე ძალიან დიდი ხნის ვფიქრო ერთხელ შენ მითხარი რომ რაღაცა ხო არ გავაკეთოთო რომელიღაცა ტრეკზე რა ადრეც ერთ-ერთ ჩამოსვლაზე რა და იმის მერე ვფიქრო მაშინ გითხარი რომ არო სადაც მივდივარ მეთქი თუ რაღაც ეხა სანამ აქ ვარ მინიმუმ ერთი რავი თებერვლის ბოლომდე ვფიქრობ რომ აქ ვიქნები მე არ ვიცი როგორ დავგეგმავთ მაგრამ შეგვიძლია ეგეთი რაღაც გავაკეთოთ რომ რამდენიმე ტრეკი გავიხსენოთ რაღაცები ოღონდ ბენდების და რაღაც 40 კაცის გარეშე მე და შენ დავждეთ გავაკეთოთ ლამაზად როგორც ვაკეთებდით ხოლმე ლოლიტების ძველი ასე ანუ ვაფშე ისეთი რაც არ გამოსულა ოღონდ მე და შენ გავაკეთოთ ისე ლამაზად და ბილეთები ჯიზე გავყიდოთ ბილეთები მეტი რა გიცადმე ისეთი ინტიმურ გარემოში გავაკეთოთ მაშინ აი მოსასმენად რომ ხალხი აი ზუსტად თანცმა და აი ძმაო არა აკუსტიკური ესეთი ან არ ვიცი როგორიც იქნება ექსპერიმენტალურ აკუსტიკურ მშვიდი წყნარი არ ვიცი მე აი ძალიან კაი აი ხალხი თუ აიტაცებს თუ იტყვიან რომ ვიყიდითო ბილეთებს გავაკეთოთ რამე ინტიმურ გარემოში სადმე იმიტომ რომ დაკვრა ანუ სულ ვატყობ რომ სულ ის მაქვს რა მონატრება მაქვს დაკვრის რა კი უკრავ მარტოც უკრავ მაგრამ ეს აი ჯემ სეშენები რაღაცებს სადმე სადაც მონაწილეობ მარტო იმიტომ რომ ვატყობ ხოლმე რომ რაღაც მომენტში ნუ ან ზიხარ ამ კუნძულზე მარტო პირობითად ან სადმე მარტო ან გაქვს რაღაც კომუნიკაცია და ეს კომუნიკაცია ვერბალურ ამ ლაპარაკს მირჩევნია რომ მქონდეს მუსიკალური კომუნიკაცია ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი რამის გამომხატველია უფრო მეტი რამის მთქმელია და უფრო ისეთი რა ხშირ შემთხვევაში აი შეფასებების გარეშე და რაღაცნაირად დადებითი ემოციაა ჩემთვის ვიდრე არ ვიცი ლაპარაკი შეიძლება რომ არ ვერ ვერთობი რა არ დავდივარ რაღაცა ივენთებზე არ მივდივარ ხალხის სანახავად როგორც წესი და დაკვირით დიდი სიამოვნებით რა აი მე ჩავერთვები მაგის შენ შეიკერზე დაუყარე აი შეხალა ვიქნები მე შხრიალა ამა ისეთი საყვარელი სივრცე და საყვარელი პატარა ისეთი კოხტა ლაივის მოწყობა შეიძლება. ხო, არაფერი, რა ვინდა, ჩვენ რამოდენმე ჯერნა შევხვდით, გავირეპეტიციოთ რაღაცები გავაკეთოთ და თქვათ სადმე რომ აი კონცერტი. აი მოვიფიქროთ სად 1-2-3 სივრცე მომდის თამაში. კისას მეორე კითხვა. კისას მეორე კითხვაო, აბა რა კითხვა მეორე? სად არის აბა კითხვა? აბა შემდეგი. ეგეთი კითხვა არის რომ მართალია რომ ძროხას შეასკდითო ორი კაცია. და ოღონდ ვერ მივხვდი ვიღაცა შინაურია, მაგრამ ანონიმური აწერია რა. ანონიმური მეგობარი ხო არ არის ჩემი? შეიძლება ის არის, რომ ყავდა ხოლმე გახსოვს შენთან მეშვიდეზე შუა ან ძროხა ხო არ არის? შეიძლება ძროხა. ბიჭო, open air-ი ხო რა? რომელ რაღაც 10-15 წლის არ მახსოვს რა და სადღაც უნდა დაუკრა ხა დავკონკრეტები და მაგრამ არ მინდა დაკვრა რა. წინა დღე არის და მისული ვარ open air-ზე იქ პროსტა რაღაც ჰენგაუთო დღისით რა და ჩემი მეგობრები წავიდნენ იქვე რესტორანია აი რომ გაცდები open air სადღაც იქ რესტორანია და მე და ვაჟიკო მარი მოპედით მოვდივართ უკან მიზის ვაჟიკო და მოვდივართ გზაზე ჯო ხედავ რომ გზის პირას დგას ძროხა და ბიჭო ფიქრობ ჩემთვის რომ მეთქი ძროხაა რა მაინც ისეთი ცხოველია რა შეიძლება ყველაფერი ქნას და ცოტა შევანელე მაინც რომ რამე არის კადროს თქო რა და გაუსწორდი თუ არა გამოხდა ბიჭო რო გამოხდა აი ესე მოფრინაოდ აი კინოებში რო ხო ხარი იყო შეჩა არ ვიცი რომ ძროხა თუ ხარი იყო თუ რა იყო და აი კინოებში რო არ ხო წერე რომ მოფრინავ და რო ნელდება და ესე მოფრინავ და ფიქრობდი რომ ჭეხა აქ სასტრაფო რა როდის მოვა როდის გამოივლის ხო ფიქრობდი რა რომ მეთქი როდის მოვა იმიტომ რომ მანქანები არ დადიოდა მაშინ რას მოიტეხე ხო რაღაცა ხო ბიჭო წერდით დავეცი
და მაჯამ მოვიტეხე და ვიგრძე რა, ეგ მოტეხვაზე უარესია რა, ეგ ბიჭო, გაჩერებულზე მოგაბრდღნა შეჩემ. არ ვიყავი გაჩერებული, კაცო, ანუ ეს მოვდიოდი და ერთად ერთმანეთს შევეჯახეთ რა. სულ გაღუნული მოტოციკლეთი. სულს აი მე დავაჟიკო, სულს გაიქცა ის როხა. ეგრევე მოტყდა. ეტებიდან ამომაგდო და აი სულ სისხლებში ვარ რა, აი სულ სისხლებში ვარ და რა ვქენით ისი? დავჯექით ამ მოღუნულ მოპედს და მივედით იმ რესტორანში. და ჭამეთ სისხლიანი. შევედით ხალხი ზის რესტორანში და ჩვენ სისხლიანი მივედით, უკვე შეკვეთილი იყო და დავჯექით და ჭამე, ბიჭო, ეთქვა შოქში ვიყავით რა. და აი ხოცი ვაფშე არც გავჩერებული ვარ, ანუ მივედით, რა გჭირთ ბიჭო, რა არაფერი ძროხს დავჭახეთ და აი ჩოლბოთ ვიჭიქ და იმ საღამოს ხელი რო ამტკივდა. და ნუ იასნე ვეღარ დაუკარი ის კონცერტი რა. ადრენალინმა გაგიყუჩა. და იმის ვიყავი რა, გიფსით გამოვედი სცენაზე ცეკვავ. აუ, ის განდონი ძროხა. მე აღარ გინახავს, ხო? მიმალა ადგილი დაიბრიდა ისე. აუ ვიცი, მე კინაღამ დავიბრიდე. აუ რა. გახსოვს მე რო უკრავდი ხელმოტეხილი გვაჯისთან. ვაი მეც მაგ ერთი დაკრული ხელი იმაში. ხელ მქონდა მოტეხილა 3 ლაინი ბაქ ეგრე დაკრული რა. ანუ ეს ხელი მქონდა მოტეხილი. თოვლი მოვიდა და შენ დაცურდი და ხელი მოვიდა. შენ მეგობარმა მესროლა გუნდა, აი არც მომხვდა არაფერი, უბრალოდ ადგილზე ავსრიალდი და ხელზე დავეცი, მოვიტეხე ორგან რა. გიფსოთ იყავი? არა, გიფსით გიფსონზე უკრავდი. გიფსონზე, ალბათ გიფსონზეც იყო დაკვრა. მაგრამ ეგეთი ლაივი არსებობს, მეგონი ვიდეოც არის მაგის გვაჯისთან იქ. ბიჭო, ყველას აქვს. გახსოვს ერთხელ გობეჯამ ფეხმოტეხილმა რო დაუკრა. ეხლა კი არა, რამოდენიმე კონცერტი. გურამავს. გურამას გარდა ყველას ქონდა მოტეხი. ხილი ადამიანია გურამი. მაგრამ გურამი არის ეშმაკის ფეხი. მართლა, აი. ხო იყო მაგის მეცახე. ლევან, დიდი მადლობა. პირიქით თქვენ მადლობა. და ძალიან კარგია რომ ანუ არსებობს ეს გადაცემა რა. კარგია რომ შენ არსებობ. კარგია რომ ჩვენ ვარსებობთ. კარგია რა. ყველაფერი კარგია.